ჩემო მეგობრებო, მაფიოზური, კრიმინალური ფილმებიდანაც ვიცით და ცხოვრებას თუ დავაკვირდებით და ვინც ერკვევა ნიუანსებში რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ყველა ხვდება, რომ მაფიოზური, კრიმინალური ოჯახების ბიზნესი არის კაზინოები, ნარკოტიკები, პროსტიტუცია. თუ ჩვენ გავიხსენებთ რამდენიმე წლის წინ თბილისის მერმა კალაძემ, როცა განაცხადა, რომ თბილისის ღამის ეკონომიკა უნდა განვავითაროთო. ღამის ეკონომიკა დაფუძნებულია კაზინოების, ნარკოტიკების და პროსტიტუცია, მამათმავლობის ბუნაგების არსებობასთან. აი დავაკვირდეთ მეგობრებო. ჩემ ერთ-ერთ პოსტში ხაზი გაუსვი იმას, რომ ჩვენი დიდი პრობლემა არის კაზინოების მიერ ქვეყნის ძარცვა, ნარკოტიკებით გენოციდი, ქართველი ერისადმი, განხორციელებული და ეგრეთ წოდებული ღამის კლუბებით, ანუ პროსტიტუციით, მამათმავლობის, პირდაპირ აი ვითომ აკრძალვით და სინამდვილეში ყველაფერი მწვანესანთებით ჩვენი მომავალი თაობის გარყუნა ხდება და ამას ყველაფერს აკეთებს ეს ხელისუფლება. ან თვითონ მათია ეს ყველაფერი, ან დალაგებული არის ამ კრიმინალურ ბიზნესთან, რომელიც ანადგურებს ქვეყანას. და ერთ-ერთმა დამიწერა შემდეგი სახის კომენტარი. ხოსებზე დიდ პრობლემას რომ ვერ ხედავთ ქვეყანაში და თანაც დღევანდელ გადმოსახედიდან ესაა დიდი უბედურება. სხვისი ლანძღვით პლუსებს ვერ დაიწერ. საქმემა შენმან გამოგაჩინოს. უპასუხე რომ პრობლემები თავზე საყრელადაა ქვეყანაში, რაზედაც წერ კიდეს ზემოთ გო და ხოცების მიერ თავმოყრილი ეს პრობლემები თქო. რაზედაც შემდეგ პასუხს მაძლევს. მამაო, რამდენადაც ვიცი და მესმის, თქვენ მხარეს არ უნდა წარმოადგენდეთ. ყველანი ღვთისშვილები ვართ. ანუ რა გამოდის? მის გვერდზე რო შევედი, ერთ-ერთი ისე პიროვნებაა, რა თქმა უნდა, ხოცების მხარდამჭერი პიროვნებაა და აი წითელ ხაზად გაზრდებს მის პოსტებს, რომ ნაცების არსებობით დააფეთონ და დააშინონ მოსახლეობა. რასაც ეგენი აკეთებენ ბოლო 13 წელიწადი. არიქა ნაცები მოდიან, არიქა ნაცები მოდიან. და შეშინებულმა ხალხმა რომ იცეთ ხმა ამ ხელისუფლებას, ანუ ოცნებას. ერთ-ერთი პიროვნება არის სწორედ ეს მისი გვერდიდან გამომდინარე სოციალური გვერდის გულისხმობა, რა თქმა უნდა. ხო და მე მინდა ხაზი გავუსვა, მხარეს არ უნდა წარმოადგენდეო, მეუბნება. როდესაც მე ვსაუბრობ, არა მარტო ნებისმიერი ადამიანი ვსაუბრობს იმაზე, რომ ნარკოტიკები, კაზინოები და პროსტიტუცია, მამათმავლობა ანადგურებს ერთს. და აქ ვიღაცა პრეტენზიას გიყენებს, რომ მხარე ნუ ხარ, ესე იგი ეს ვიღაცა, ვინც ამ პრეტენზიას გიყენებს ამ სიტუაციაში, ჩართული არის ამ ბიზნესში. ხო და ჩართული არის ამ ბიზნესში ან თვითონ, ან მისი ოჯახის წევრი. ან სადღაც მსგავს ფინანსურ წყაროზე ზის. შესაბამისად, მეგობრებო, აი ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი გამოჩნდება. მე მტკიცებულებით არ ვამბობ, მაგრამ მის ლოგიკა აქამდე მიდის. რომ თქვენ ჩართული ხართ მსგავს ქვეყნისადმი ბოროტების ბიზნესებში, ან კაზინოებში ხართ სადღაც წილში, ან რა ქვია, ღამის კლუბებს, კაზინოები, რა ქვია, პროსტიტუცია, მამათმავლობის ბუნაგებში ხარ სადღაც წილში და ნარკოტიკებთან გაქვს შეხება. ან რა ვიცი, ან ვიღაც თქვენიანი არის, აბა, როგორა ვარ მხარე ადამიანი, შედალოცვილო, როგორა ვარ მხარე, მოცა ამ პრობლემებზე ვლაპარაკობ. და ამ პრობლემებთან შემგუებლობა უნდა გქონდეს ქრისტიანს და ამ დროს ღვთისშვილობაზე მელაპარაკები? თქვენივე სიტყვები გამხელთ. ჩემო ქართველებო, უნდა გავითვალისწინოთ ეს გარემოება, რომ ხოცები საზოგადოებას აშინებს ნაცების დაბრუნებით. 4 ოქტომბერზე ვითომ გადატრიალებას ვახდენენ, ვითომ გეგმავენ, ეს შედის ხოცების ინტერესებში. თვითონ ეწევიან ამის რეკლამას, არიქა ბრუნდები და მიაქციეთ ყურადღება. ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ? არჩევნებზე უნდა შემოვხაზოთ და გავაფერადოთ ნომერი 3 კონსერვატორები.
გაგაძლიეროთ მაღალმა ღმერთმა. სამშობლო სიყვარულში ნომერი 3.